ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ და გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყეს. პარტიის ინფორმაციით პირველივე დღეს იყო მაღალი დონის შეხვედრები კონგრესის ლიდერებთან, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ფინანსური კომიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების, უკანონო ფინანსებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ქვეკომიტეტის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების ქვეკომიტეტის წარმომადგენლებთან. ვიზიტი მნიშვნელოვან ფონზე მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატი მალე ამაზე არაერთხელ გიყვებოდით საბოლოოდ განიხილავს მეგობარი აქტის დამტკიცებას, ვის შემდეგაც როგორც იცით ეს კანონზე უკვე მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერით რჩება გასაფორმებელი. ამიტომ პარტიის ლიდერები მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების გაფართოების მიმართ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობის დელეგაციაში პარტიის ლიდერებთან ერთად იმყოფება მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილი ნიკოლოზ სააკაშვილიც. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილია ხაზზე ვაშინგტონიდან. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ პეტრე, თქვენს ვიზიტს, ასე ვთქვათ, დაეწია ღია წერილი კობახიძის სახელით გამოქვეყნებული. მოდით ამაზე გკითხავთ. პირველ რიგში როგორ გაიგეთ ეს წერილი, რა არის საერთოდ, რატომ დაიწერა და რას აჩვენებს აი ასეთი ღია წერილი, რომელსაც ქონია კიდევ წინაპირობა, მანამდე ყოფილა კიდევ ერთი წერილი გაგზავნილი, რომელზეც პასუხი ვაშინგტონიდან არავინ გასცა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საერთოდ ვინ არის კობახიძე, დე ფაქტო პრემიერი, რომელიც არ არის ქვეყნის პირველი პირი და ლიდერი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პუტინის ემისარის მიერ დანიშნული კაცია და ეს ადამიანი აძლევს საკუთარ თავს უფლებას, რომ ასე ღია წერილებით მიმართოს თავისუფალი სამყაროს ლიდერს, პრეზიდენტ ტრამპს და მერე შემდეგ უკვირს, რომ თურმე პასუხს არ ცემენ და საერთოდ არც კიჭყულობენ და არაფრად აგდებენ. ეს ერთი მომენტი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მეორე ის, რომ როდესაც ესეთი ღია წერილებით მიმართვა გიწევს, ეს იმას ნიშნავს უკვე, რომ საქმიანი შეხვედრებით იგივე ვიცე-პრემიერის დავითაშვილის აქ ვაშინგტონში ყოფნით არაფერი გამოგივიდა და შენი ლეგიტიმაციის აღიარება შეერთებულ შტატებში არ მომხდარა და ვერც მოხდება მომავალში, იმიტომ რომ გაყალბებული, მიტაცებული არჩევნებით მოხვედი და ხელში ჩაიგდე ძალაუფლება, ყავს პოლიტპატიმრები. არც კი განიხილავ მათ თავისუფლებას, როგორც სინდისის პატიმრები, ასევე სხვა პოლიტპატიმრები, მიხეილ სააკაშვილის სამართალდამცავები, რომლებიც ჯერ კიდევ 10-12 წლის წინ დააპატიმრეს, დაატყოვეს და ჯერ კიდევ ციხეში ყავთ ეს ადამიანები რეჟიმს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან აქ ვაშინგტონში და როდესაც საუბრობს შემდეგ წერილში აგრძელებს, წარმოიდგინეთ თქვენ თავისუფლებას აძლევს ეს ადამიანი, დე ფაქტო პრემიერი და საუბრობს ამერიკის სხვადასხვა ინსტიტუციებზე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ამერიკული წარმოშობისაა, რომ თურმე საქართველოში რევოლუციას აწყობდნენ. ამას ეუბნება ადამიანს პრეზიდენტს ამ ქვეყნის და გონია, რომ მას ეს ყველაფერი უნდა ესიამოვნოს აი ესეთი აბსურდული ბრალდება, ტალახის შესხმა, თანაც ტყუილი. დემოკრატიას რო გთხოვენ, რეფორმებისკენ რომ მოგიწოდებენ, თუ გინდა ევროპაში შეხვიდე, მაშინ აი ეს არის ჩვენი საშინაო დავალება და დასაკეთებელია ეს ცვლილებები დემოკრატიზაციის კუთხით. ეს რევოლუცია არის, რევოლუციას გიორგანიზებს USAID, NEDI და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. აბსურდია თავიდან ბოლომდე ეს წერილი და კიდე ერთ მნიშვნელოვან მომენტს მივაქციოთ ყურადღება. როდესაც საუბრობს კობახიძე ამ წერილში, რომ აი თქვენ ხომ ხარი დაუჭირეთ კელინ გეორგესკუს რუმინეთში და AfD პარტიას გერმანიაში ეს ცნობილი მიუნხენის security conference უსაფრთხოების კონფერენციაზე თებერვალში JD Vance-ის ვიცე-პრეზიდენტის ცნობილი გამოსვლიდან. ორივე შემთხვევაში ეს პიროვნება გეორგესკუ და AfD პარტია არიან ოპოზიციაში და მთავრობებს მოქმედ ხელისუფლებებს, ასე ვთქვათ, მოუწოდა, რომ მათ მიმართ იყავით შემწყნარებელი, ვთქვათ, თავისუფალი სიტყვა არ ჩაიხშოს ამ კუთხით გაამახვილებს სრულიად საპირისპირო რამეს, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. საპირისპირო როა ჯერ ეს ერთი, მაგრამ ამ საპირისპიროში, რომ თვითონ არიან მთავრობა, წამოწდათ ის, რომ აი ზუსტად გეორგესკუსნაირები არიან. აი პირდაპირ ღიად პროპუტინისტი, პრორუსული, რომ უკრაინა უნდა დაიშალოს, ცოტა მიწები ჩვენც უნდა მივიტაცოთ, დანარჩენი უნდა წაიღოს პუტინმა, ამას იძახს ეს კაცი. აი გეორგესკუ. ესენი
კობახიძე და კომპანია ეძრებიან ზუსტად გეორგიევსკის. მე მგონი აქ წამოწდენები რამდენად ეს წამოწდენა და რამდენად შეგნებული უკვე ნათქვამია ეს კიდევ გასარკვევია, თუმცა აი აქ ერთი კითხვა მექნება ცოტა შესაძლოა. მართალია დიახ, გაიშიფრეს თავი მოდი მოკლედ ასე თქვა. ხომ არ აღმოჩნდა რომ ვინმეს ჰქონდა წაკითხული ეს წერილი? ან იცოდა მისი პათოსი, ან თქვენ თუ უამბეთ მათ ვისაც შეხვდით, აი რა კონტექსტია კიდევ დაგეხმარათ თუ არა, წაგეხმარათ თუ არა ეს წერილი იმაში რომ დაგედასტურებინათ კიდევ ერთხელ განწყობები არალეგიტიმური ხელისუფლების. ამ წერილზე ხონდა უკვე საუბარი, ჯერ ნანახი არ აქვს, მაგრამ ალბათ უახლოეს საათებში ითარგმნება და გაეცნობიან. მე დარწმუნებული ვარ, საელჩოც იმუშავებს ამ მიმართულებით. ჩვენც გთხოვეს რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ მართლა საინტერესოა აქ ვაშინგტონში იმ ადამიანებისთვის, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას გლობალური მასშტაბების საკითხებთან დაკავშირებით, ეს de facto ძალაუფლება მიტაცებული რეჟიმი რას ჩადის, რა საქმეზე არის საერთოდ, რა წერილებს წერენ. ნუ ჩვენი ხო გვესმის რომ ხა იგივე თქვენ სიუჟეტშიც იყო, როდესაც მათ რაღაც საპარლამენტო განცხადების გაკეთებაც უნდა და მეგობარი აქტის დაგმობა. სხვადასხვა ბევრს საუბრობთ მეგობარი აქტზე, იმიტომ რომ სენატში უნდა გადმოვიდეს და იმედი გვაქვს რომ აქაც ისეთივე ორპარტიული მხარდაჭერა ექნება, როგორც წარმომადგენელთა პალატაში. და ამ წერილთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორები არიან დაინტერესებული, იმიტომ რომ ეს რეჟიმი რა ხო? დიახ. დიახ, ჩახარ ყველაფერი გზია. გესმის? დიახ, ათრი გამიწყდა აქ რაღაც ის იყო და ბატონ პეტრე, წერილთან დაკავშირებით იყო პრინციპში გაეცით ამას პასუხი. მე მინდა ვისაუბროთ სწორედ მეგობარ აქტთან დაკავშირებით და სანქციები, რასაც მოიცავს ეს მეგობარი აქტი, რამდენად სერიოზულადაა ივანიშვილისთვის საქმე. ხლა თავისთავად სერიოზულია, როდესაც კონგრესმა ასეთი მაღალი დასწრებით მიიღო გადაწყვეტილება მეგობარ აქტთან დაკავშირებით, მაგრამ აი სენატი ახსენეთ თქვენ, სადაც ელოდება განხილვა ამ კანონ პროექტს. რამდენად სერიოზულადაა საქმე ივანიშვილთან დაკავშირებით. მას არ ვიცი რამდენად ესმის ახლა აი ამ მდგომარეობის დრამატულობა, შესაძლოა ესმის და ამ წერილმაც ეს დაადასტურა, მაგრამ აი თქვენ როდესაც ეს შეხვედრები გაქვთ, რა შტაბეშტილება და განცდები გრჩებათ ადგილზე ივანიშვილის მდგომარეობა შეერთებული შტატების პოლიტიკის კონტექსტში? მოდიში აქედან რაღაც შენიშვნა მოგცეს, რომ ნუ ხმაურობთო და ამასთან დაკავშირებით აზრი გამიწყდა, მაგრამ რის მინდოდა ეს ადამიანები იგივე ამ საპარლამენტო განცხადებას რო თქვენ სიუჟეტში რაც იყო რო აპირებენ რომ გამოაცხონ და გამოაქვეყნონ თავის ვალს იხდიან ივანიშვილის წინაშე, რომ აი ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ღია წერილითაც მივმართეთ, საპარლამენტო განცხადებაც გავავრცელეთ, მაგრამ ნუ შეუვალია შეერთებული შტატები რა გაეწყობა. ერთის მხრივ ივანიშვილისთვის არის ეს მესიჯი, რომ მოდი პირდაპირ ჩაუბარდეთ რუსეთს და შენი გზა ალბათ სწორი იყო და სწორედ პუტინი თუ გადაგვარჩენს და მეორეს მხრივ ამას ირიბად თავის ასე ვთქვათ, ამომრჩეველს და მხარდამჭერებსაც მიაწოდებენ, რომ დასავლეთს ჩვენ არ უნდივართ. ხო, თქვენ შეატყვეთ იმ წერილში, როგორ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს ყოველ წინადადებაში, რომ თითქოს ქართველი ხალხი არის შეშფოთებული მეგობარი აქტით და ასე შემდეგ. სინამდვილეში ამ მეგობარ აქტში სწორედ იმაზეა საუბარი, რომ ქართველ ხალხს აქვს შესაძლებლობა პერსპექტივა ამერიკასთან ძალიან კარგი მჭიდრო ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობის ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის თავდაცვის უნარიანობის გაზრდით, ხოლო ამ რეჟიმს იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს მომავალს, მის ევროპულ ინტეგრაციას, მის დემოკრატიას საფრთხის ქვეშ აყენებენ და ძირს უთხრიან, სწორედაც რომ სანქციები მოელითდა. ჩალის ფასი აქვს რომ იძახდნენ, სინამდვილეში ძალიანაც ნერვიულობენ და განიცდიან სწორედ ივანიშვილის პირადი
ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. ხო, შეიძლება დღეს პუტინს კონდა ესეთი განცხადება, რომ არ არის კარგი სანქციები, ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ ეს იქნება და ამ პროცესს უნდა აუწყოთ ფეხი, ეს სავარაუდოდ მის ყველა პარტნიორს მიემართებოდა, მათ შორის საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებასაც. მე მაინტერესებს ასეთი საკითხი, თქვენს პრეს-რელიზში წერია, უბრალოდ ინფორმაციას, რომელიც თქვენ შეხვედრების შესახებ გავრცელდა, რომ არის ინტერესი ჩინურ გავლენებთან დაკავშირებით, სხვა შორის ამაზე ერთ-ერთი სპიკერი საუბრობდა დღეს არალეგიტიმური ხელისუფლების, რომ ეს არის აბსურდი, რომ ამ აქტში, სადაც აქცენტია იქ ჩინურ თუ ირანულ თუ არადემოკრატიული სივრცეების გავლენაზე საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, ხომ, რომ ეს ფაქტებით არ დასტურდება. ეს კითხვები ისმება, თუ ეს უკვე როგორც ფაქტი, დამდგარი ფაქტი, ისე იცის ჩვენმა პარტნიორთა წრემ ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა თქმა უნდა იციან და შეკითხვებსაც სვამენ, იმიტომ რომ აინტერესებთ რა ხდება აი ამ სამკუთხედის ფორმის ურთიერთობაში კრემლი, ივანიშვილი და ჩინეთის კომუნისტური პარტია, იმიტომ რომ მათი ეს სტრატეგიული ურთიერთობები პოლიტიკის დონეზე, რა თქმა უნდა, უკვე ღიად არის გაცხადებული და ამასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებიც დადეს, მაგრამ უკვე გადმოვიდა ჩვენს რეგიონში ანაკლიის სპორტის მშენებლობის საკითხში, რომ ეს უნდა იყოს ჩინეთის ერთგვარი აბი, მაგრამ იმავდროულად რუსეთის ინტერესების დამცველი და გამტარებელი, თუ ისინი სანქციების ქვეშ მოყვებიან და უпростоრეთ სანქციების ქვეშ უკვე არიან, მაგრამ თუ შენარჩუნდება და გაგრძელდება კიდე მრავალი წლით ეს სანქციები, რომელიც რუსეთს დაედო, რომ ერთგვარი დამხმარე ლოჯისტიკური საპორტო ჰაბი იყოს ანაკლია, ამაზე აქვს საუბარი რუსებს, ივანიშვილს და ჩინელებს და რა თქმა უნდა ამერიკაში შეერთებულ შტატებში ეს არავის მოსწონს. ივანიშვილის განცხადებაც ძალიან კარგად იციან და ახსოვს ის საუბრობდა რა ესაქმება შეერთებულ შტატებს შავი ზღვის რეგიონში. სინამდვილეში შავი ზღვის რეგიონი ამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ამ ომის დასრულების შემდეგ იქნება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების ხაბი, იმიტომ რომ აქ იქნება ბოდის ჩრდილოეთით არის და მომავალში იქნება ძლიერი უკრაინა, თავისი სამხედრო უსაფრთხოების ეკონომიკური შესაძლებლობებით, სამხრეთიდან იქნება თურქეთი, ხოლო აღმოსავლეთის ფრონტი თუ დარჩა მოშიშულებული საქართველოს სახით, ჩვენთვისაც ცუდია, შეერთებული შტატებისთვისაც და საერთოდ რეგიონალური უსაფრთხოების. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიყოთ შეერთებული შტატების პარტნიორები და პირველ რიგში ამისათვის უნდა ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა. კი, და კიდევ ერთი შეკითხვა ეს უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ეს საკითხი ბუნებრივია თქვენი ყველა შეხვედრის თამდევი იქნება. მაინტერესებს რამდენად დიდია დაინტერესება ან რამდენად შესაძლებელია რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეერთებული შტატების ის თანამდებობის პირები, რომელთაც ესაუბრებთ, რომ აქტუალიზაცია მოახდინონ აი ამ საკითხით, მიხეილ სააკაშვილის საკითხით, რომელიც ივანიშვილის ციხეში ზის დღეს. აბსოლუტურად მართალ ვბრძანებთ, ხო, ჩვენ ყველა შეხვედრაზე ვსვავთ ამ საკითხს, ნიკუშაც არ არის ჩვენთან ერთად შემთხვევით, იმიტომ რომ მეოთხე წელია ეს ადამიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გაატარა აბსოლუტურად უნიკალური რეფორმები და ქვეყანა მართლა სიბნელიდან და ჭაობიდან ამოიყვანა, არამედ მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში ჩვენს რეგიონს, შემდეგ დასავლეთს და მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ გავხდეთ დიდი ევროატლანტიკური პოლიტიკური ეკონომიკური ოჯახის წევრი, სწორედ ამის შედეგი იყო ის, რა ბოლო წლებში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მაგრამ შეგვეძლო უფრო მეტიც გაგვეკეთებინა. ეს დიდი კოცური ეპოქა რო არ დაწყებულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ეკონომიკური სტრატეგიული და თანამშრომლობა და უვიზო მიმოსვლა შეიძლება გქონოდა მიხეილ სააკაშვილის პირობებში, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნებოდა და ეს აქ რა თქმა უნდა პირველ რიგში ვაშინგტონში იციან ამის შესახებ და მიხეილ სააკაშვილის პიროვნების, მისი რეფორმების თაობაზე ყველა ძალიან შეწუხებულია, რომ ის უკვე მეოთხე წელია ციხეში არის, მართლა ძალაუფლება მიტაცებული რეჟიმის ამ ბიგინდარების პუტინის მიერ გამოგზავნილი ემისტრების მხრიდან და ერთგვარ პასუხისმგებლობასაც გრძნობენ, იცით, რომ ის ადამიანი, ვინც ესე ცალსახად პრინციპულად იდგა პროდასავლურ ვექტორზე და ორიენტაციაზე, ეხლა არის გაჭიროებულობაში, იზოლაციაში, იჩაგრება ამ რეჟიმის მხრიდან
და ჯერჯერობით ვერავინ დაეხმარა. დიდი მადლობა. სწორედ ამ საკითხის წამოწევისას, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გულთან ახლოს მიაქვს, მაგრამ ასევე აქვთ გეგმები თუ პოლიტიკურად როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა და მისი თავისუფლებაზე გამოყვანა უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ ისიც ძალიან კარგად იციან, რომ არსებულ ვადაზე, რომელიც 9 წლით შემოიფარგლებოდა, ბოდიში 6 წელი იყო, კიდე დაუმატეს, შემდეგ გახადეს 9 წელი, ბოლოს ავიდნენ 12 წელიწად ნახევარზე. ანუ პრინციპში მისი თავისუფლებაზე გაშვება ამ რეჟიმს არ უნდა. ისინი ცდილობენ ძალაუფლება შეინარჩუნონ, სანამ თვითონ ბიძინა ივანიშვილი არის სოცხალი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიშა სააკაშვილი უნდათ რომ ავდეთ ციხეში და ეს ვაშინგტონში გასაგებია რომ არავის მოწონს ესეთი რეალობა ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა. პეტრე ცისკარიშვილი, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი იყო ჩვენი სტუმარი ის ჩაგვერთო ამერიკის შეერთებული შტატებიდან.